ერთი მეფე მოგვიკლეს რა და სისხლს წოვდი ახლა შახაბაზმა რაც გააკეთა მაგას აღმახმად ხანი წანისის ომით არ კი არ შემოფარგლულაკაც წანიზე 5000 კაცი მოკვდა გავიგე მაგრამ იმის შემდეგ ასე აღმახმად ხანი აიღო ჩვეულებრივად 10000-ზე მეტი ადამიანი ამოწყვიდა და კიდევ რამოდენიმეჯერ მეტი ტყვედგარეკა ხო და მომავალზე საერთოდ განადგურება უნდა კიდევ კაი შუშაში მოკლეს რა სიტყვა ყარაბაღში თორე შეიძლება ვაფშე ქართულ მოლაპარაკი ადამიანი არ დაეტოვებია კი ისტორიული მტერია ჩვენი არ არის მაგაზე საუბარი მაგრამ აგერ იძახიან ებრაელები ჩვენი ისტორიული მეგობრები ებრაელები და ანტისემიტიზმზეა საუბარი პირდაპირ აგერ დგავარ შენ თვალის წინ და პირდაპირ ვაცხადებ ძმო არ მაინტერესებს არავის აზრი საერთოდ არავის აზრი საერთოდ ოდნავ არ მაინტერესებს მე ვარ მართლმადიდებელი ქრისტიანი და რაღაცა მართლმადიდებელი ქრისტიანი ვარ ამიტომ ვარ იდეური ანტისემიტი იდეური როგორ გითხრა აი ჩემში ანტისემიტიზმი ზის იმიტომ რომ მე ვარ ქრისტიანი მე ქრისტიანი რო ვარ კაცო მე სახარებას ეკნობა ჩემი ეს დიდი რჯულის კანონია რამაც საქმის ღმერთთან უნდა შეგვაერთოს ქრისტიანებიდან რიცი ახლა ამის ალბათ არც იციან ეს რაიმე ანტისემიტ არ იციან კაცო საერთოდ ქრისტიანობაზე წარმოდგენა არ აქვს ბიჭო სახარება საერთოდ გაუგონიათ ამ ხალხს არ ჩემი აზრით არ იციან რა არის სახარება არ იციან რომ არსებობს ბიბლია წმინდა წიგნთაკრებული რო ორ ნაწილად იყოფა ძველი ახმა ახალი ახმა იქ 39 წიგნი ძველებრაელად ახალი ახმა ეს საფრთხო წიგნთა ეს რაც კი ესე იგი ღმერთმა რო შექმნა სამყარო მაცხოვრის დაბადებამდე შემდეგ ახალი ახმა და 27 წიგნი როა ის რო ძველებრაელადაა დაწელი აქ ევანგელია რა სახარება ამ ახალი ახმის პირველი 4 წიგნი მათე ლუკა მარკოზი იოანე სახარებები ხო პირველია მარტო დაწერილი ახალი ებრაულ ენაზე და ანჩინი ყველაფერი დაწერილია ბერძნულად სოფლიო საეკლესიო კრებების და ნუ შემდეგ ახლა მიდის საქმე მოციქულ და კათოლიკე ეპისტოლენის 7 ეპისტოლენის მიწის მოციქულისა პავლესის კარია რომ გაიხსენოს ხალხმა და გამოცხადება იოანესი აპოკალიფსის პირველი წიგნი კაცო მათე სახარებას გახსენით გენაცვალე რაღაცა ჩვენი ისტორიული ძმები და მეგობრები ებრაელებზე როდესაც საუბრობთ და რატომღაც საუბარი მიდის რომ თურმე ებრაელმა ერმა უბრალოდ ბარაბასა და ქრისტეს შორის აირჩია 27 თავი გახსენით გენაცვალე გახსენით რა სიტყვა არ შეგვიძლია გაყვეთ მე ისე ზებერად უნდა იცოდეთ სხვათა შორის კაი იქნებოდა რა ქრისტიანმა ხალხმა მე-15 ემიდან სტრიქონიდან პარაგრაფიდან იუდას ასაცრული პილატეს სასამართლო ქვია მაგ თავს და თავიდან იუდამ რომ შეინანა რომ ეს დაყარა რომ თავი ჩამოიქჩო შემდეგ ეს რომ მინდორი მეთუნის მინდორი რომ და იქ პატრონო კტრებს რომ ასაფლავებდა და ეს ყველაფერი წერია მიყვანა და შემდეგ არის უკვე იწყება რა და ამას მივაქციოთ ყურადღება დიდი რჯულისკა სახარებისეულ სიტყვებს გეუბნებით მე როგორ შეიძლება ქრისტიანი მერქვას და მე არ დაუჯერო რაც წერია სახარებაში აბა საიდან ვიცი მე ქრისტე რო მოვიდა სახარება ვერ არიან ესენი თავიშკულას ვაიმე ჩემმა მამაო მითხრა რა მამაო რა ბაბუ მამაო თუ თქვა ის რა წერია დიდი ჯულის კანონში გასაგებია მაგრამ ის თუ იძახის რა ეწინააღმდეგობა ის მამაო ის უგლიცახური კი არა სატანიცახურია მაშინ წერია აი ასე მე-15 იმენა მოდი და ჩავფიქრდეთ რა მეც არ მიფიქრი ადრე ამ კუთხით მე ზუსტად ასე უყურებდი რომ უბრალოდ ებრაელმა ხალხმა ბარაბასა და ქრისტეს შორის короче იესოს შორის აირჩია მე რო გადავხედე მა დღესასწაულზე ჩვეულებრივად ქონდა ხოლმე გამგებელს ხალხს უთავისუფლებდა პატიმარს რომელსაც მოისურვებდათ